საფლავის ქვა ძეგლის ძალიან უჩვეულო ტიპია. უჩვეულოა იმიტომ, რომ საფლავის ქვის საბაზო ფუნქცია არის მემორიალური. ჩვენ ვუახლოვდებით საფლავს, ვკითხულობთ მის ქვაზე ეპიტაფიას, ვუყურებთ გამოსახულებებს, ვიხსენებთ გარდაცვლილს. ესაა ერთგვარი საკონტაქტო ზონა ცოცხლების და გარდაცვლილების სამყაროებს შორის. თანამედროვე საფლავზე ყველაფერი, რაც მიწის ზემოთაა, ეს არის იმის შესახებ, ვინც იქ არის დაკრძალული. მაგრამ მეორე მხრივ, ის არის ცოცხლებისთვისაც. იქ წარწერაა, შეიძლება იყოს კამით ჩამოსაჯდომად, პატარა ღობე. საუკუნეების განმავლობაში ეს მემორიალური ძეგლი განიცდიდა ტრანსფორმაციას. ადამიანების მსოფლმხედველობის და რელიგიური წარმოდგენების მიხედვით იცვლებოდა მათი ადგილმდებარეობა და გაფორმება. ვერტიკალურ ქვებს სვლიდა ჰორიზონტალური და პირიქით. საფლავის ქვის ფუნქციას ვერტიკალური ქვა უფრო უხდებოდა, რადგან წარწერების აღქმა ასე უფრო მოსახერხებელია. ვერტიკალურ ქვას უწოდებენ სტელას, ქვასვეტს. რაც შეეხება საფლავის ქვის ჰორიზონტალურ ფილებს, ისინი ფართოდ ვრცელდება შუა საუკუნეებში, მაგრამ მათი უჩვეულო ხასიათის გასაგებად უნდა გავიხსენოთ თუ როგორ გამოიყურებოდა საფლავი ანტიკურ ეპოქაში. იმ დროს საფლავებს აწყობდნენ ქალაქის საზღვრებს მიღმა. მათ არ ჰქონდათ კავშირი წმინდა ადგილებთან, რომლებზეც მდებარეობდა ტაძრები. ანტიკური ადამიანის სივრცე მკაფიოდ იყოფოდა ღმერთების სამყაროს, ადამიანის სამყაროს და გარდაცვლილების სამყაროს შორის. მათთვის მიწაზე აბსოლუტურად სხვადასხვა ზონები იყო გამოყოფილი. შუა საუკუნეების საფლავები, განსაკუთრებით მათი განთავსების თვალსაზრისით, ნამდვილი კონტრასტია ანტიკურთან შედარებით. შუა საუკუნეებში საფლავები მოწყობილი იყო უკვე ქალაქის საზღვრებში, როგორც წესი ეკლესიების ირგვლივ და შიგნით ეკლესიებშიც კი. ადამიანის დაკრძალვის იერარქია შუა საუკუნეებში იყო ანტიკური ლოგიკის საპირისპირო და საკურთხეველთან სიახლოვე იყო პრესტიჟულობის ნიშანი. სწორედ შუა საუკუნეებში ყალიბდება საფლავის ქვა, როდესაც იცვლება დამოკიდებულება სიკვდილის და მიცვალებულის დაკრძალვის ადგილის მიმართ. თავდაპირველად შუა საუკუნეების საფლავის ქვები, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ანთავსებდნენ ეკლესიის შიგნით, განაგრძობდა ანტიკურ ტრადიციას. ადრეულ შუა საუკუნეებში საფლავის პოპულარული მორთულობა იყო სარკოფაგი, მაგრამ თუ კი ეკლესიის შიგნით დგამ ჯერ ერთ სარკოფაგს, შემდეგ მეორეს და ასე შემდეგ, ეს სივრცეს ძალიან ტვირთავს, მიუხედავად იმისა, რომ მათზე გავლაც შეიძლებოდა. ასე იყო მე-11-მე-12 საუკუნის დასავლეთ ევროპაში და სწორედ ამ პრობლემის მოგვარების პროცესში ჩნდება სარკოფაგის ნაცვლად საფლავის ქვის გამოყენების იდეა. საქართველოს მემორიალური ძეგლები ქართული კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ მხრივ ძალიან მდიდარი მემკვიდრეობა გვაქვს, რომელიც შესწავლილი აქვთ ქართველ ისტორიკოსებს, ფოლკლორისტებს, ეთნოლოგებს. ამ ვიდეოს აღწერაში თქვენ ნახავთ ბმულს, ხელოვნებათმცოდნის ეკატერინე კვაჭატაძის შესანიშნავი პროექტის და კვლევების შესახებ ქართული საფლავის ქვებზე. და დაინტერესებული მსმენელი შეძლებს უფრო ღრმად და კარგად გაეცნოს ამ მხრივ ქართული ტრადიციის თავისებურებებს. მე კი უფრო ზოგადი მსოფლიო ტენდენციის შესახებ გეტყვით, რომ მე-18 საუკუნეში საფლავების იერი ძალიან იცვლება და ის დაკავშირებულია უფრო საერო, მატერიალისტურ მსოფლმხედველობასთან. ექიმებმა დაიწყეს ლაპარაკი, რომ ეს სიახლოვე არ ვარგა და დიდწილად პრაქტიკული ჰიგიენური მოსაზრებებიდან გამომდინარე, საფლავები ისევ გადაიტანეს ქალაქების პერიფერიებზე. ისინი გააქვთ ქალაქის ცენტრიდან. მეორე მხრივ იცვლება საფლავის ქვაც. ჰორიზონტალურად მოთავსებულ ფილებს სვლის ვერტიკალური ძეგლი. თან ეს ვერტიკალური ძეგლები ასახავენ გარკვეულ მოდას, ტენდენციას, რომელიც არსებობდა იმ პერიოდის კულტურაში. ეს იყო მოდა ანტიკურობაზე და მისთვის დამახასიათებელ ფორმაზე. ესენია სარკოფაგის ტიპის ქვები, ობელისკები, სტელა და შეიძლება ყოფილიყო მოდა გოთიკაზე. მსოფლმხედველობა ხდება უფრო მიწიერი, ამქვეყნიური და საფლავის ქვის ეს ძველი ტიპი ჰორიზონტალური ფილის სახით, რომელიც მოდის შუა საუკუნეობრივი აზროვნებიდან, ნელ-ნელა ქრება. საფლავის იერი იცვლება და ბრტყელი საფლავები ემსგავსება თანამედროვე საფლავებს ვერტიკალური ძეგლებით.